მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ მორი თათბირს ვატარებთ დღეს, შაბათი დღეა. და მინდა გავეცნოთ აბა გასულ კვირას რა გქონდა და რა გიგონიჭი უფლება მომავლისთვის. ბატონო მოვუკითხოთ ადმინისტრაციას. ადმინისტრაციული სამსახურის მავნეები აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის აქტივობებში გასულ კვირას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას არაერთი გასვლა ჰქონდა გავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოხდა გადაღება და აღნიშნულის გამოქვეყნება და ვაპირებთ რომ ეს გაგრძელდეს ყოველკვირეულად და რაღაცა პროცესები გავუშვათ ჩვენს Facebook-ზე ასევე საიტზე აქტიურად თანამშრომლობ ტელევიზია ადგილობრივ ტელევიზიასთანაც მოგეხსენებათ რომ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტში და მოსახლეობამ უნდა იცოდეს ეს და ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გადაღება, გაშუქება და შემდეგ უკვე მოქალაქეებისათვის გაცნობა. რაც შეეხება იურიდიულ განყოფილებას აქტიურად და შეიძლება ითქვას რომ წარმატებით არჩევენ ჩვენი თანამშრომლები თავს დავალებებს, ასევე მომრავლებულია ბრძანებების გამოცემა და საქმე ზოგადად რომატებულია იურიდიული განყოფილებისათვის. აქტიურად ასევე ჩართული მერის წარმომადგენლების განყოფილება, თითოეულ როგორც ვახსენე რომ არის განყოფილება გადის სოფლებში და ათვალიერებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წარმომადგენლების განყოფილებაც მათ ეხმარება, თვითონ ადგილზე წარმომადგენლები ხვდებიან ადგილზე იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დასათვალიერებლად, რომელიც ხორციელდება და მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ ცოცხალ პროცესში, ესე ვიტყვი. რაც შეეხება მოქალაქეთა მიღების განყოფილებას, დაახლოებით დღის განმავლობაში 400-დან 450-მდე განცხადების მიღება უწევს, ასევე ამას ემატება ელექტრონულად შემოსული წერილების დაახლოებით 200-220 წერილი, რომელსაც ახდენენ რეგისტრაციას და შესაბამის სამსახურების მიხედვით გადანაწილებას. ძალიან კარგი, კანცელარიაც მუშაობს შესაბამისად, უყურებთ ჩვენს ამას და ემსახურებით ერთი სიტყვით საჭიროა ეს. მაქსიმალურად ჩართულები ვართ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. გეტი. მინდა სოხწყალს მივმოწო რომ ბატონო მართლაც ვართ ეს და რა ხდება თქვენთან. დაზიანებები არის დღეს ჩვენი ჯგუფის ასული არის ბაიდარში, სოფელ ბაიდარში, სადაც მესამე დღე წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას და უკვე ადგილის სამუშაოები დაწყებულია და მივაწოდებ. ასევე შაუმიანში გვაქვს ცოტა ელექტროენერგიასთან წყალს საქაჩში ელექტროვარშავის და მუშაობენ ხალხი და ჩვენი თანამშრომლები ბაიდარიდან ხიხანში გვაქვს კიდო ეს პრობლემა რა მინდა გითხრათ თქვენ ჩვენ ქონდა დაზიანებები ჭაბურღილებთან დაკავშირებით თქვენ პრობლემები არის სამი სოფელი იცით ალბათ თქვენ ეს ჩამოდიან მშენებლები ჩამოდიან ტენდერია გამოცხადებული ინფრასტრუქტურის სამსახური დაკავშირდა და თხოვა რომ სოფწყალის წარმომადგენელი გავაყოლოთ ეს ერთი და მინდა რომ ერთი სპეციალისტი ან კიდე სუჯეროთ გამოვყოთ და გავაყოლოთ. ჩვენს ბატონო საქმის კურსი ვართ, ვიცით მაგიდა მზათავართ რომ თავარი ინჟინერი ბაიდარში არის, შაუმიანში არის დაზიანებული ჭაბურღილი და კიდე ერთი სოფელია ხიხანში. ხიხანში უკვე მოგვარდა ყველაფერი რომ იქ ინვესტორმა იყიდა ის ელექტროს რაღაცები და უკვე დავილაპარაკეთ და გვაძლევენ ჯერჯერობისა და გვაძლევენ ელექტროენერგიასა და სხვასაც მოუწოდებ უკვე შიდა დაზიანება და ამ შიდა დაზიანებას ავადგენთ და იქნება ეს ხიხანში მილიც დაზიანებულია და მაგასთან შესყიდვები მუშაობენ და უკვე მისულები არიან იქამდე რომ უახლოეს პერიოდში თვითონაც გამოასწორებთ ამას.
კი ბატონო, დღეს სად გაგთავარი? დღეს ბაიდარში მუშაობდი და ბაიდარიდან ხიხაში გადავერთოთ და ხიხანიდან ბაიდარმა ავაგინო დღეს. საქართველოშიც არის პატარა უმნიშვნელო დაზიანებები, მაგრამ ამ უმნიშვნელო დაზიანებებს უკვე მუშაობენ ანალიზები, ჩვენი თანამშრომლები და ინვენტარიზაციას გააკეთებენ. კარგი, აუცილებლად ერთი სპეციალისტი იყოს, ვინც იქნება ამასთან კომპეტენტური პირი გამოყავით და დააკავშირეთ ინფრასტრუქტურის სამსახურს. კი ბატონო. შესაძლებლობა აქვს. კარგი. ტრანსპორტთან თხოვთ თვითონ ტრანსპორტი მოძრაობს ჯერ რეჟიმში. ერთი ავტობუსის გარდა ალგეთის რომელიც იყო ხო? ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერტამისი აღდგენა საკმაოდ დიდი ხანი მოუწია. საგარანტიო პირობებით მოვიდებულები არიან აღადგინონ თვითონ უწოდებენ უნდა აღადგინოს ტრანსპორტი. ველოდებით მის მეორე თვეო ანუ თქვენ იმ პერიოდს ხო არ გირღვევთ ის ხელშეკრულებით რა? საკმაოდ დიდი პერიოდი აქვს აწერილი ხელშეკრულების და ამიტომ თვითონობით აღვთვადები, მაგრამ ხალხი ზრალდება, ჩვენ ზრალდებით, შემოსავალი გვაყდება. ხო არ ვიმუშაობთ იმაზე, რომ ხელშეკრულების ცვლილება გავაკეთოთ. რომ ყველა პერიოდი სტანდარტული ხელშეკრულება მთელი საქართველოსთან დადებული კონსოლიდირებული ტენდერით არის შემოსული ტრანსპორტი, ხოლო ავტომობილისგან სტანდარტული ხელშეკრულება მთელ საქართველოსთან ის დადებული და ჩვენთან ცალკე შეცვალა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ ვცადოთ. გამოვა კარგი იქნება. სპორტამდე ავტომატა 90-იანი ვადა თუ ავტობუსში ავტობუსის ვადა და სერიოზული პრობლემა არის გადახდის კოლოფი არის რა დაზიანებული და დეტალებს ელოდებოდნენ თუ ავსები იაპონიიდან და ამიტომ გაიცელა ძალიან. ეს ახალია თუ რომელიც სულ ახალია ეს? ერთი ორი მოძრაობდა ალგეთის ხაზზე და ერთი დარჩა მოძრაობს ჩვეულებრივად, მაგრამ ეს დაზიანებულია და ხო, ეს დაზიანებულია იმ ხაზს ხო ემსახურება, მაგრამ მაგას გვიდის მოტო ალგეთის მიმართულებით ერთი ორი თუ დადიოდა, ერთი დაგეზინა და ну ისე თუ ასე ემსახურებით ხალხს. ველოდებით აღდგენას ავტობუსის, ხო? სხვა გამართულია სხვა ხაზებზე არ გვაქვს პრობლემა არანაირი. ხალხსაც არ მოუმართია თუ ჩვენთან რაღაცა პრობლემები. პრეტენზია ასე რომ როდესაც ელოდებით ამის აღდგენას. ზაფიანო დეტალები ჩამოვიტანებთ უკვე და მალე ავადგინებთ. ანუ რამდენი პერიოდი აქვს დარჩენილი? ამ ეს სამი თვე ამოწურული არის? ორი თვე სრულდება რა. ანუ ერთი თვე კანონის ძალით არის აღდგენება და ხო? ჯერჯერობით. ქალაქის ტერიტორიაზე 8 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი. არჩენ ჩუღურს. ხო, ვიმუშავებთ ამ საკითხზე და ვეცდებით რომ გავგზავნოთ ეს დრო, რა თქმა უნდა. ეს გამომდინარე იქნება ხალხის მოითხოვოთ. რა თქმა უნდა ამ საკითხზე ვიმუშავებთ. ну რაც შეეხება ახლა ქალაქში ველოდებით ამ მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულებას და ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ რაღაცები ვიმუშაობთ ამაზე ეტაპობრივად და გვინდა რომ გავაუმჯობესოთ კიდე ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. გეგმებო გაჩერებების მოწყობა. კი. ტექნიკადასასრულების დაიხაზება და აი როგორც კი მოჩება მიწისქვეშა კომუნიკაციები გადავალთ უკვე იმაზე რომ მოვაწყოთ ტრანსპორტო საშუალება. კარგი, მადლობა. ბატონოები, თქვენთან დასუსტება. ჩვენთან ჩვეულებრივი ის დასუსტება, არჩევნების გაგზავნა, ყოველდღიურად დაახლოებით 250 მეტრი იგივე ყოველდღიურად 250 კუბი მარჩილი გავიხარებულებ. ყოველდღიური მუშაობა ახსოვდება ჩვენთან. არ არსებობს არც ერთი დასვენების დღე, კარგად მოგეხსენება. ასე მუშაობთ
გარი განათებაზე, სადაც პრობლემაა იმის გარი განათებაზე 20,000 ნათურა, 20,000 ნათურას ახლა 2-3 წელი კალათი. ვერცერთნაირი ვარიანტი ყოველდღიური მომსახურებას ვერ გაქვს. ამას უნდა დაახლოებით 1-6 კალათი. აი ხელა მოცული მასშტაბით იმას. ასევე მოხდის სამუშაოები ქონდა, სადაც სოციალურად დაუცველი მოუხან 51 ოჯახს, 21 ჰექტარ ნახევარი. ასევე გადაბელვები ქონდა, სადღაც 20 ოჯახს სოციალურად დაუცველს დაურიგეთ შეშა. ანუ განცხადების საფუძველზე გავწმინდეთ რამოდენიმე კილომეტრი შიგა არხები. ანუ ყველას განცხადების საფუძველზე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევასრულოთ სამუშაო. სხვა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობთ არავითარ. გამართულია ტექნიკა აბსოლუტურად. არ ჩერდება ჩემი ტექნიკა. კი. ქალაქში ყოველდღიურად პირველ საათიდან მორიგე მანქანა მუშაობს, ანუ ქალაქში ორჯერ ხდება ნარჩენების გატანა. ინტერესებს ჩვენი ახალი მანქანა როგორც კი, არ გადმოცემულა ჯერ არ გადმოცემულა. ეს არის 300 თვალის ტიპის მანქანა, სადაც მოსახლეობა ხრის სამშობლო ნავებს, რომლებიც არ შეიძლება სპეცმანქანაში იმის დაცლა და ამიტომ მოვითხოვეთ მანქანა და მოხდა მანქანის შესყიდვა. ამ ეტაპზე არ გადმოუჩიათ, ალბათ გადმოგვცემენ. კი, მუშაობა ახლა განახადებს სადაც. კი ბატონო. კი ბატონო. მადლობა. ბატონო თქვენთან მოსტირების ციკლი მორჩენილია, ნედლიული დამზადებული გვაქვს. ველოდებით აი პარკებში შეტანას. აი სპეცმანქანა რაც ყავდა გავაგზავნეთ თბილისში, რაღაც პრობლემები აქვს. საგარანტიო აფინო რომელიღაც ფირმა აქვს და დღეს წაყვანილი. სახარვეზები აქვს იმ მანქანას და დღეს არის საგარანტიოზე მიყავთ ხო? დღეს წაყვანილია უკვე. კი ბატონო. გამდით, ვიცი, ჩემი თხოვნა იქნება ყველასი, ბატონო მამუკა ჩვენს კანცელერიას. თხოვთ რომ მაქსიმალურად მოვესახუროთ. ჩვენ მოქალაქეებს ყველას ნებისმიერ სამსახურს ჩვენი მიდოვართ რომ სამსახური ჩვენ რაიონში ჩვენ მოქალაქეებს და ვიცი გავაუმჯობესოთ კიდე ყველა მიმართულებით მუშაობა. ვიცით ჩვენ ყველანაირად რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენ ქალაქს და მადლობა ყველაფრისთვის.